ვიესალმები ტელემაყურებელს ფაქტი ერთი არის ხალბატონ დიანა რომ ამ ადამიანს აღენიშნება არაერთი დაზიანება დაახლოებით 30-ზე მეტ დაზიანებაზე არის საუბარი თავის და სახის მიდამოში. ეს არის ფაქტი. რაც არ უნდა ამტკიცოს პენიტენციურმა სამსახურმა რომ აგერ გამოვაქვეყნეთ კადრები რომელიც რა თქმა უნდა არ არის სრულყოფილი ეს კადრები. და რა ამტკიცდება ამ კადრებით? რა აკლია თქვენი დაკვირვება? სრულყოფილად არ არის ჩვენო საკანში გადაღება არ არისო, არ წარმოებდა. არ იყო გადაღება, არც საპირფარეშოში არ იყო გადაღება, რომლითაც პატიმრები სარგებლობდნენ. საკანსთან დაქვემდებარებულ საპირფარეშოზე მაქვს საუბარი, იქაც არ იყო გადაღება, ბუნებრივია. და ის გადაღება, რომელიც იყო ეგრეთ წოდებულ ფოიეში, ხომ? ეს გადაღებული კამერები, რა თქმა უნდა, სრულყოფილად არ არის წარმოდგენილი. აი პირობითად მე რაც ამ მოკლე პერიოდში რასაც გავეცანი ტელეფონზე რო რეკავს ხომ პატიმარი ამის შემდეგ თუ არ ვცდები ეს არის 13 საათი და 16 წამი და შემდეგ ვაჩვენებენ შეყვანის კადრს დაახლოებით 20 წუთის მერე აი 20 წუთის პერიოდში როგორ გაიარა სად გაიარა ამ ადამიანმა კამერის ქვეშ იყო თუ არა და სრულად იყო ის ტერიტორია კამერით დაფარული ეს რატო არ უნდა გამოაქვეყნონ აქ თავარი რა არის თვით ამ კადრებმა მე მაგალითად ეს თქვა ფაქტია რომ დამონტაჟებულია თავად ამბობენ 220 საათი გვაქვს და ასე შემდეგ დამიტოვა შთაბეჭდილება რომ რაღაც საკანში მოხდა ანუ ამ შთაბეჭდილებას ტოვებს თუ არა უბრალოდ ამის კითხვა მინდა თქვენთვის რომ რაღაც მოხდა საკანში თუ საკანს მიღმა თუ აი საკანში თუ მოხდა რამე ამაში იმ შემთხვევაში დავწმუნდებით ჩვენ თუ პენიტენციური სამსახური სრულად გამოაქვეყნებს დიდი არისო მასალაო და შესაბამისად სრულად ვერ გამოვაქვეყნებთო და რაც მნიშვნელოვანია ის გამოვაქვეყნეთო დაახლოებით ანუ ახლა გადის კადრები როგორ გამოიყვანენ საკნიდან ანუ ის საკნიდან გამოყავთ უგონო მდგომარეობაში მაგრამ ეს საკანში მოხდა თუ სხვაგან მოხდა და საკანში შეიყვანეს უგონო მდგომარეობაში ეს არ ვიცი აი ეს არ ვიცით რა თქმა უნდა და როდესაც სრულყოფილი ვერსია იქნება საზოგადოებისთვის და ჩვენთვის და ოჯახისთვის მიწოდებული ამის შემდეგ შეიძლება გავაკეთოთ დასკვნები რომ სავარაუდოდ ეს უფრო მოხდა საკანში ყოფნის პერიოდში მაგრამ როდესაც სრულად არასაჯარავებენ რა თქმა უნდა კითხვის ნიშნები რჩება ამასთან დაკავშირებით რა გახდა ეს და რა პრობლემა არის რამდენი საათიც არ უნდა იყოს გავასაჯაროვოთ ეს სრულად და ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ დასკვნები ვისაც სურვილი ექნება ის უყურებს დიდი არისო და შესაბამისად ვერ გავასაჯარავოთ ვისაც სურვილი ექნება ის გაეცნობა ამას ჩვენ გვაქვს სურვილი ოჯახს აქვს სურვილი ამისი და ამის შემდეგ შეიძლება დასკვნები გაკეთდეს საკანში რამდენ ადამიანთან ერთად იყო საკანში ჩემი ინფორმაციით ნუ ეს გამოძიების ინფორმაციითაც ასე არის დადასტურებული რომ იყო 2 ადამიანი 2 თანამესაკნე მათთან რამე პრობლემა ხომ არ ყოფილა არანაირი პრობლემა მათთან პიროვნული დაპირისპირება მას არაფერი არ ქონია არ უთქვია ყოველ შემთხვევაში ოჯახისთვის და არ ჩემთვის არ უთქვია პირველი ყოველთვის პატიმარს ვეკითხები რამე პრობლემა ხო არ გაქვს საკანში ნუ ციხეში ყოფნის პერიოდში რამე პრობლემა და არაფერიო იმიტომ რომ 17-ში პროცესი მქონდა 17 იანვარს რუსთავის საქალაქო სასამართლოში იმ საქმეზე იმ ავარიის საქმეზე ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე რომელზეც იყო დაკავებული იოსებ გორგაძე და რომელზეც ჰქონდა პატიმრობა შეფარდებული და რატო არა მაგრამ ეს რომს გამოქვეყნდეს ეს ვიდეო მასალა რამე კითხვის პასუხს კი არსემს იმ კითხვებს რაც ჩვენ გაგვაჩნია. რას გიყვებიან ესე რომ რა მოხდა? მათი ვერსია როგორია რომ რა მოხდა? გამოძიების ვერსია რეალურად. კი ბატონო, იქ იქნება ალბათ თანამესაკნეების დაკითხვაც, ხო? რას ამბობენ? პენიტენციური სამსახურის პოზიცია ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს. და აი ეს არის აქ არის კითხვის ნიშნები და რატომ არის კითხვის ნიშნები? იმიტომ არის რომ სხვა ვერსიებზე არავინ არ მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით და სხვა ვერსიაზეც უნდა იმუშაონ. პირობითად ერთი თანამოსაკნე ამბობს ესეთ რამეს, რომ შევიდა საპირფარეშოშიო, ეს არის ჩვენებაში და შევიდაო საპირფარეშოში, რა ინფორმაციაც მე მაქვს მათგან, რომ შევიდა საპირფარეშოში, კარები არ მიუხურავს ბოლომდე, არ ჩაუკეტია ესე რომ ვთქვათ. და გონებად დაკარგაო უცბადო, კარებს მიეჯახა და იქვე არის კიბის საფეხურებიო და სადაც ზურგით დაეცა და დაარტყა თავი. ამ დროს გაითიშა, ჩვენ დაუძახეთო ბადრაგის სამსახურსო, შემოვიდნენ და უგონო მდგომარეობაში გაიყვანესო. ესე იგი, პატიმრის ჩვენება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ
ფაქტს, რომ ერთ დაცემას ჰქონდა ადგილი. ნუ ამას რო დაუჯეროთ და ამას თუ გავიზიაროთ. რასაც სამედიცინო ექსპერტიზა არ ადასტურებს, რომ ერთი დაცემით ადამიანი ამდენ დაზიანებას ვერ მიიღებს. სამედიცინო ექსპერტიზა არ ადასტურებს, რა თქმა უნდა, და ერთი დაცემით, ზურგით თან, ერთი დაცემით შეუძლებელია რომ მიეღო მას ამდენი მოტეხილობა. თქვენ წაიკითხეთ და იქ ჩამოთვლილია ყრიმალის ზვლები, შუბლი ქონდა გაბზარული, თვალბუდის მიდამო სრულად ჩამტრეული ქონდა ამ ადამიანს. რომელშიც ვხედავთ, როცა გაყავთ ეს ყველა დაზიანება ამ დროს მას აქვს კადრებში. მე ახლო იმედან ასაც შევხედე. ასე ვიზუალურად არ ჩანს რომ ამდენი დაზიანება აქვს. არ ჩანს, იმიტომ რომ რეალურად ბუნდოვანიც არის ეს კამერები, მაგას თავი გავანებოთ. ეს არის პროფესიონალურად შესრულებული, რომ გარე დაზიანებები არ ქონოდა. იმიტომ რომ ვივამედის კლინიკა ტყუილს ხომ არ დაწერდა იმასთან დაკავშირებით, რომ ამდენი დაზიანებები აქვს. ფაქტია რომ კარგი გავანებოთ თავი ამ ვიდეოკამერებს საერთოდ და თუნდაც იმას რომ თავის ტვინის ინსულტით რო შეიყვანეს ეს ადამიანი. ყველაფერს თავი გავანებოთ. ეს დაზიანებები ერთი დაცემით ვერ მოხდებოდა, შესაბამისად ვიღაცამ მოახდინა მასზე ზემოქმედება და ეს ამ კითხვაზე არავინ პასუხს არ სცემს. არც ერთ კომენტარში პენტენსიური სამსახურისას რომ ამდენი დაზიანება როგორ შეიძლებოდა რომ მიეღო, ამას არ ამბობენ და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვთქვით რომ ადამიანის სიმაღლიდან ვარდნით შესაძლებელია ეს დაზიანება რო იქნეს მიღებული და ექსპერტმა გასაპასუხა რომ შეუძლებელია ამდენი დაზიანება. თვითონ საგამოძიებო სამსახურმა ამაზე არ დანიშნა, რა თქმა უნდა, ექსპერტიზ. კი ბატონო, ერთი კითხვა მაქვს ასეთი, ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პენტენსიური სამსახურის, ანუ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, ყველაფერი რაც ამ ადამიანის თავს მოხდა, ბუნებრივია, რა თქმა უნდა, მაგრამ მაქვს კითხვა, ხომ არ ფიქრობთ, რომ რახან მისი ისტორია იყო, ეს თქვათ, ავარია, რომლის დროსაც 4 ადამიანი გარდაიცვალა, რაღაც ტიპის შურისძიება იქ, რომელიც შეიძლება თქვათ საკანში შეასრულეს პატიმრება. არ ვიცი, აი თქვენ თავად თუ ბადრაგი მონაწილეობდა, აი ვერსიებზე რახან ვლაპარაკობთ მაყურებლისთვის ეს არის ვერსია. ქალბატონო დიანა, მე პირდაპირ შემილია რომ ვთქვა. ჩვენ არ გვაქვს ვერსია ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვიცით და ვერავის ვერ დავადებთ ხელს და ვერ ვიტყვით ისე რომ ვინმე მე შეუკვეთა გარედან და ასეთ რამეს ქონდა ადგილი, ამის თქმა არის ძალიან რთული. ჯერ არ შეიძლება როცა არ გაქვთ კითხულობები და არაფერი რო არ გაგაშლება, აი რა ვერსიაზე. თუმცა რა თქმა უნდა, ამ კითხვას არსებობის უფლება ამ ვერსიას აქვს და ამ ვერსიაზე ზოგადად გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი და ჩვენ და არც ოჯახს ქონია ამასთან დაკავშირებით რამე ვერსია იმ მომენტში, იმიტომ რომ რეალურად არაფერი არ გაქვს, არანაირი მტკიცებულება არ გაქვს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ თავარი რა არის იცით? პატიმარს, აი ერთ პატიმარს რო ეცემა, რიგით პატიმარს, რიგითი პატიმარი, ხო? ვინ შეარჩენს მაგას? ეგრევე ბრალს წაუყენებენ. ეგრევე დაიწყება სასამართლო პროცესები, სისხლისამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, რამდენი საქმეებია ციხეში ჩადენილ დანაშაულებებთან დაკავშირებით და სხვათა შორის რეაგირება ხდება ამასთან დაკავშირებით, ისე არ არის, მაგრამ როდესაც ამას გარკვეულწილად ვიღაცა საუბარია პენტენსიურ სამსახურის წარმომადგენელზე, არ ვიცი ვინ არის, კონკრეტულ პირს კი ვერ ვასახელებ, მაგრამ ვიღაცის ხელი რო არის გარეული, ამ დროს არის რთული და პრობლემა ამ დანაშაულის, სავარაუდო დანაშაულის გახსნა. ხვდებით? მინდა მოკლედ აღარ გვაქვს დრო კითხოთ, თქვენ თანამესაკნემ დაგირეკათ, ხომ ასეა? აი რა ზარი განხორციელდა და თანამესაკნემ მე დამირეკა და მითხრა რომ იოსებ გორგაძე ცუდად გახთაო და გადაიყვანეს კლინიკაშიო და რა მოუვიდა მეთქი ჩემი კითხვა პირველი ეს იყო და მან მიპასუხა რომ ცუდად გახთაო არ უთქვამს მას შემთთვის რომ წაიქცა ან ის ვერსია რაც გამოძიება გვთავაზობს ეს ვერსია ჩემთვის მას არ უთქვამს და მე გამეთიშა ტელეფონი და შესაბამისად მე ჩვენ მოვძებნით ეს ადამიანი სად იყო. ხა რაც შეეხება აი მოკლედ ვიტყვი ამ ვიდეო მასალებთან დაკავშირებით. ვიდეო მასალები რომელიც დღეს გამოქვეყნდა არ არის სრული და ჩვენი მოთხოვნა არის რომ სრულად გასაჯაროვდეს რომ ყველა კითხვის ნიშნები მოიქნას. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა მუხრან ღურცკაია იოსებ გორგაძის ოჯახის ადვოკატი იყო ჩვენი სტუმარი. რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ.